ჩინეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი იყო პარლამენტის თავმჯდომარის, რამდენად ნაყოფიერი გამოდგა ეს ვიზიტი და რა მოლოდინებით ბრუნდებით საქართველოში? თავისთავად ის ფაქტი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი არის ჩინეთში, ხაზს უსვავს ამ ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და ქვეყნებს შორის ურთიერთობის ისტორიულად მაღალ დონეს. ჩინეთსა და საქართველოს შორის რამდენიმე წელია უკვე არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც საბოლოო ჯამში აისახება ჩვენს მოსახლეობაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობაზეც. კერძოდ გაზრდილი არის ვაჭრობა ქვეყნებს შორის, გაზრდილი არის ტურიზმი ქვეყნებს შორის, გაზრდილი არის პირდაპირ ფრენები ქვეყნებს შორის, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას როგორც ეკონომიკურად, ასევე ისარგებლოს, ასევე რა თქმა უნდა ხალხებს შორის ურთიერთობისა და ტურიზმის განვითარების მხრივაც გქონდეს უკეთესი მაჩვენებლები. ამ ვიზიტის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა შევხედოდი ჩემს კოლეგას, პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე მქონდა შეხვედრა იმ წრეებთან, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე და გვესაუბრა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ასევე გვესაუბრა სოფლიოში არსებულ გამოწვევებზე უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების რღვევის მხრივ. და აქ ნათელი არის, რომ ჩინეთის ხელისუფლებას და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად იდენტური მიდგომა, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს ყველა ქვეყანა და ის გამოდა ერთი მხრივ და მეორე მხრივ მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი უნდა იყოს მთავარი. ამ ვიზიტის ფარგლებში დღეს ასევე ვიმყოფებით შანსის პროვინციაში. პროვინცია, რომელიც 40 მილიონამდე მოსახლეობას ითვლის, არის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონი სოფლის მეურნეობაში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ და ამ მხრივაც საინტერესო იყო ჩვენთვის ამ რეგიონის გამოცდილებას საუბარი ადგილობრივი პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე სიანი ამ რეგიონის დედაქალაქი გახლავთ აბრეშუმის გზის საწყისი წერტილი ისტორიულად და ამ მხრივაც მნიშვნელოვანი არის, ვინაიდან საქართველოს სწორედ როგორც დამაკავშირებელი ჩინეთისა და ევროპის, როგორც ერთ-ერთი მთავარი რგოლი აბრეშუმის გზის გზაზე არის დაინტერესებული, რომ ქონდეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ჩვენს კოლეგებთან ჩინეთში. ბატონ შალა, სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც კითხავთ, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებს ღია წერილი გაუგზავნა. რა მოლოდინი გაქვთ? შეიძლება თუ არა, რომ მაგალითად კოპენჰაგენის შემთხვევამ დაასრულოს საქართველოს მიმართ ის მიდგომა, რომელიც ევროსტრუქტურებს აქვთ, გულისხმობ ყველაფერზე მუდმივ კრიტიკას. როგორი გონიათ, რა შედეგი ექნება ამ ღია წერილს? ნახოთ, მე ვისურვებდი, რომ სერიოზულად მიუდგნენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას ევროკავშირში ბრიუსელის ჩინოვნიკები, ვინაიდან ჩვენ ხედავთ და არა მხოლოდ ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც მიიღეს კიდევ უფრო მწვავე კრიტიკა. ხედავთ, რომ დღითი დღე უარესდება ადამიანის უფლებების მდგომარეობა ევროკავშირში, რაც ეხება გამოხატვის თავისუფლებას და კოპენჰაგენი ეს არ არის ცალკეული გამონაკლისი, ჩვენ იგივე სურათები ვიხილეთ ბერლინში, პარიზში, სხვა დედაქალაქებში მშვიდობიანი მიტინგების დარბევის დროს. კოპენჰაგენში ეს განსაკუთრებული ბრუტალურობა იყო ჩვენ რაც ვიხილეთ, ოდესაც ხელკეტებით და ძაღლებით დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, მაშინ ოდესაც არანაირი საფრთხეს ხარავისთვის არ წარმოადგენდნენ. და ნახეთ ჩვენ, რომ მათ შორის როგორც ჩანს დანის პოლიცია არ აპირებს, რომ გამოიძიოს ეს დარბევა და მნიშვნელოვანი არის სწორედ ის, რომ გამოძიებული იქნეს და დამნაშავეები დასჯილიყოს. მე აქვე კიდევ ერთხელ გავიხსენებ ერთ საკითხს, რომელზეც მე ადრეს მისაუბრე, რაც დანიას შეეხება, ეს არ არის დანიის შემთხვევაშიც გამონაკლისი ადამიანის უფლებების მხრივ. დანიას ძალიან მძიმე ისტორია აქვს ადამიანის უფლებების დარღვევისა. 10 წლეულების განმავლობაში 90-იანი წლების ჩათვლით იცით, რომ გრენლანდიის მოსახლეობის, ქალი მოსახლეობის ნახევარის იძულებით და მოტყუებით სტერილიზაცია განახორციელა დანიის ხელისუფლებამ, მაშინ როდესაც იყო ევროკავშირის წევრი უკვე დანია.
გარდა ამისა აწარმოებდა სოციალურ ექსპერიმენტებს გრენლანდია ბავშვებზე, რომელსაც იტაცებდნენ მათი ოჯახებიდან, გამოჰყავდათ და უგზავნავდნენ საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბარს და სოციალური ექსპერიმენტი იყო, რომ აღეზარდათ ჭეშმარიტ დანიელ მოქალაქეებად. არც ერთი მთელი ეს სისტემა, რომელიც შეფასებული იქნა ასევე როგორც გენოციდი ზოგიერთი გრენლანდიელი პოლიტიკოსის მხრიდანაც, არ არის გამოძიებული დღემდე, არავინ არ არის დასჯილი გენოციდიდან გათანაბრებული ამ დანაშაულის ადამიანობის წინააღმდეგ, ამ დანაშაულის გამო დანიაში. და სამწუხარო არის, ოდესაც შემდეგ ასეთი ქვეყნიდან წარმომადგენლები შემდეგ სხვებს ესაუბრებიან ხოლმე რაიმე სტანდარტებზე. და ბოლოს ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი იმ კომპლექსებისგან, რომელსაც ცდილობდნენ, რომ წლების განმავლობაში მოეხვიათ ქართველი ხალხისთვის. თვითონ ჩვენ ვართ რაღაც მეორე ხარისხოვანი ერი, ბოლომდე არ განვითარებული ერი, თითქოს დანიამ თუ გერმანიამ თუ სხვა ქვეყანამ უნდა გვასწავლოს, როგორი არის სწორი ცხოვრება, როგორია სწორი ევროპელობა, როგორ არის სწორად ქვეყნის შენება. იქით ვასწავლის ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და რას ნიშნავს ადამიანის უფლებები. ამიტომ ჩვენ საბოლოო ჯამში უნდა მოვიცილოთ ეს გარედან ძალად მოხვეული კომპლექსი, რომ ჩვენ აქ ვართ თითქოს მოწაფეები და კლასის დამრიგებლად ყვანან ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები, რომელსაც კიდევ ერთხელ გენოციდიდან გათანაბრებული დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და დღემდე არ აქვს ეს საკითხები გამოძიებული და არავინ არ არის დასჯილი დღემდე დანიაში იმ სისტემური დანაშაულისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრ დანიაში ხდებოდა. ბატონ შალო, მე მინდა გითხოთ ნაციონალური მოძრაობისა და ალტ-ინფოს წევრების განცხადებებზე მეხუთე დღეა ისინი ამტკიცებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს არსებულ პატიმართა რაოდენობას გადააჭარბა დღეს არსებულმა პატიმრების რაოდენობამ, თუმცა ბრალდებულები და მსჯავრდებულები ყავთ გაერთიანებული ამ სტატისტიკაში, რა მონაცემებიც მათ მოჰყავთ, რას ნიშნავს მათი ეს აქციები თქვენი? ხო, ნახეთ ჩვენ რომ კვლავ ბრიუსელის პროპაგანდისტების კამპანია, რომელიც იქნა გაჩაღებული მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რაც არის უმარტივესი ტყუილი და манипуляция, მსჯავრდებულთა რაოდენობას, რომელშიც შედის არამხოლოდ პატიმრები, არამედ შედიან პირობითი მსჯავრები, ვისაც აქვთ პრობაცია, ვისაც არის და ყველა საერთოდ სასამართლო გადაწყვეტილება ვიზეც არსებობს. რომელიც არის 22000, თუმცა პატიმრების რაოდენობა არის 8700. ასე რომ არანაირი კორელაცია და მსგავსიც კი არ არის იმასთან, რა სასტიკი სისტემაც ქონდა ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც 21000 მარტო პატიმარი ხავდა და 310000 საქართველოს მოქალაქე გაატარეს პრობაციის მარწუხებში, მოსახლეობის 10% ნაციონალურ მოძრაობას გამოცხადებული ყავდა კრიმინალად. ასე რომ ისინი, ვინც სწორედ ამ კრიმინალურ რეჟიმის მეხუთბეები, წარმომადგენლები და გულშემატკივრები არიან, იმის გამო რომ ხა ცდილობენ რაღაცნაირად თავის დამკვიდრებას, ასეთ манипуляციას ავრცელებენ. მაგრამ კიდევ ერთხელ დააკვირდით, რომ ამ დეзинფორმაციის გავრცელებაში კოორდინირებულად ჩართული იყო ბრიუსელის ყველა პროპაგანდისტული მედია თუ პროპაგანდისტი აქტივისტი. ბატონ შალო, ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე უნდა გითხოთ, გავრცელებული ინფორმაციით 2 დღის წინ ალიანს ჰქონდა შეხვედრა აქციის მოსამზადებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა არ დასწრებია, აი როგორ აფასებთ? 26 მაისთან დაკავშირებით თუ რა რესურს ხედავთ მათში? არანაირ 26 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ქართული ხალხის ზეიმი იქნება ეს. და რა თქმა უნდა, ხედავთ რომ ყავს მარგინალების ჯგუფი, რომელიც მიზანი არის ერთადერთი რამ, რომ თავები დაანახოს თავის პატრონებს. ასე რომ ეს დანახების პოლიტიკა, რომელიც მათ აქვს, შეუძლიათ ასე აწარმოონ და იყვნენ თავის დამკვეთებთან ამ ურთიერთობაში. ქართული ხალხი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და იქ იქნება ქართული ხალხი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, როგორც არის ყველა დიდ დღესასწაულზე და ყველა დიდ მოვლენაზე ჩვენს ქვეყანაში და ხედავთ რომ ეს მარგინალური ჯგუფი პოლიტიკოსებისა თუ აქტივისტებისა მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული, რომ რაიმენაირად ასიამოვნონ უცხოელებს, რომელიც მათ დაკვეთებს აძლევენ.
ბატონო შალვა, მთავრობის ახალი ინიციატივაზე უნდა გკითხოთ ასევე სიძულვილის კამპანიის წინააღმდეგ. გვაინტერესებს რა პოზიცია გაქვთ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით? მნიშვნელოვანია და სულად მისასალმებელია იცით რომ კანონმდებლობა უკვე გარკვეული პერიოდია რაც საქართველოს პარლამენტმა მოიყვანა შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან რომელიც უნდა არსებობდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში რომელიც არ უშვებს მათ შორის სიძულვილის ენას ასე რომ კანონმდებლობა არის სათანადო დონეზე მნიშვნელოვანია ის რომ აღსრულებაც იყოს აქტიური და ამ მხრივ მისასალმებელია რომ შენსაკითხ სამინისტრომ გადაწყვიტა პროაქტიულად მიუდგეს ამ საკითხს შექმნა სპეციალური დანაყოფი რომელიც დაკავდება იმით რომ აღმოიფხვრას ის ცდილობები ვარძლის და ასე ვთქვათ ტრობის დათესვისა რომელიც სინამდვილეში მიზანით სინამდვილეში აქვს სიძულვილის ენა საქართველოში. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს ყველაფერი ჩვენ თუ დავაკვირდებით არის სრულიად გარედან თავს მოხვეული სიძულვილის კამპანიები შეგახსენებთ და მათ შორის აი გუშინი იყო ზუსტად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რომელმაც საბოლოო ჯამში ბეჭედი დაუშვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და სრული მხარდაჭერა არის ამ გადაწყვეტილებით ამ პოლიტიკის მიმართ და შეგახსენებთ ასეხება საქმე ეხება 2022 წელს ერთ-ერთი მორიგი აქტივისტის მიერ პირდაპირ შეურაცხყოფას უშვერი სიტყვებით პოლიტიკოსების თუ საჯარო მოხელეების რის გამოც მათ დაიკისრა ჯარიმა. და ეს საქმე სტრასბურგში წაიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. მისგან ფინანსდება საია, ევროკავშირისგან ფინანსდება. ანუ წაიღო საიამ სტრასბურგში და ამტკიცებდა რომ ადამიანისთვის დედის გინება არის ჩვეულებრივი დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ასე ვთქვათ მოვლენა და უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფა სიძულვილის ენა ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი დისკუსიის დემოკრატიული ასე ვთქვათ მსჯელობის ნაწილი. ასე რომ ევროკავშირი აფინანსებდა ჩვენთან სიძულვილის ენის როგორც დამკვიდრებას ისე მის არ აღმოფხვრას ვინაიდან მცდელობა სწორედ ეს იყო საიასი ევროკავშირის დაფინანსებით რომ სტრასბურგის სასამართლოსგან მიეღოთ გადაწყვეტილება რომ ადამიანის შეურაცხყოფა არის ჩვეულებრივი ნაწილი ასე ვთქვათ გამოხატვის თავისუფლებისა და არანაირი რეაქცია ამაზე არ ყოფილიყო და კიდე კარგია რომ სტრასბურგში კიდევ ერთხელ საქართველოს დაამარცხა ბრიუსელი რომელიც ცდილობდა რომ ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. ასე რომ ეს არის კიდე ერთი მარცხი ბრიუსელის საქართველოსთან და კიდე ერთი გამარჯვება ქართველი ხალხის და კიდე ერთი მხილება, რომ სიძულვილის ენა სულად ითესება ბრიუსელში ხდება დათესვა გარედან. თქვენ გახსოვთ მათ შორის ელჩები ჩართული სიძულვილის კამპანიაში. შეგახსენებთ გერმანიის ელჩს, რომელიც ფაშისტური პლაკატის და სლოგანის ფონზე პოზირებდა ერთ-ერთ შეხვედრაზე და ამაზე რეაქციაც კი არ აქვს არანაირი. შეგახსენებთ თქვენ იმას რომ მე არაერთხელ მიმართ ევროკავშირის ელჩს, ორჯერ წერილობით მიმართ ევროკავშირის ელჩს, რომ სიტყვიერად მაინც დაეგმო არა ზოგადად არამედ მის მიერვე დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილი ძალადობა ნული რეაქცია. შეგახსენებთ რომ ევროკავშირის საელჩო არათუ გმობს სიძულვილის ენას, არამედ მათ ვინ სიძულვილის ენით გამოირჩევა აჯილდოების შემდეგ სხვადასხვა პრიზებით და მედიის გურუებად აცხადებს ლამის. ასე რომ ეს საკითხი წარმოადგენს კიდევ ერთხელ არა მხოლოდ ესთეტიკის ან რაღაცა ემოციების საკითხი, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რომ შეურაცხყოფა სიძულვილის ენა, ზიზღის ენა არ იყოს ნაწილი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური დისკუსიის დროს როგორც ლექსიკის ნაწილი. ბატონ შალვა, 20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელი იქნება რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების დიზელის და საავიაციო საწვავების იმპორტი. რას ნიშნავს თქვენი შეფასებით დიდი ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყნები საქართველოს ხშირად სწორედ რუსეთის სანქციების გვერდის ავლოში ადანაშაულებენ მტკიცებულებების გარეშე. ახლა ბრიტანეთმა ისევ განაახლა ეს ვაჭრი. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, თუ რამდენად ფარისეველი არის ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველოსში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები და საზოგადოებას ვეტყვი ერთ ამბავს.
მე მგონი აქამდე ნათქვამი თუ არ მაქვს, ეხლა შეიძლება პირველად გაიგონ, რომ სწორედ ბრიტანეთის ელჩი პირადად დადიოდა სხვადასხვა კაბინეტებში, მათ შორის პარლამენტის სხვადასხვა წევრთან ითხოვდა შეხვედრებს, ხან ჩაიზე, ხან კაბინეტში, ხან როგორ და ნახევრად მუქარა შერეული ტონით ესაუბრებოდა იმაზე, რომ საქართველოსში არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები. ამაზე როცა ეუბნებოდნენ, რომ კი მაგრამ რა გზით უნდა გააკეთოს საქართველოს გამოდის უნდა სანქცია დააწესოს და უწესოს რუსეთს, ვინაიდან სხვანაირად როგორ უნდა შეზღუდოს თავისუფალი ვაჭრობა. საუბრობდა რომ სანქცია აუცილებელი არ არის ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთ რომ მათ არ შემოიტანოს. აი ასეთი წარმოდგენები აქვს ბრიტანეთის მოქმედებს რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესზე ზეწოლით მაგრამ სინამდვილეში რა თქმა უნდა გულისხმობდა რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა ბოლოს ან სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთს ან ბიზნესზე ზეწოლით უნდა ზეწოლა უნდა მოგვეხდინა ბიზნესისთვის რომ არ შემოიტანა არ ევაჭრა ისე როგორც მას სურდა. ეს ერთი, მეორე, როდესაც მას ეუბნებოდნენ, კი მაგრამ თუ კი არ შემოეს ნავთობპროდუქტები, მაშინ გამოუარეს სხვა ბაზარს და უნდა მოიძიოს ბიზნესმა ნავთობპროდუქტები, რაც გააძვირებს საქართველოში ბენზინის ფასის გაძვირება გააძვირებს, პურის ფასის გაძვირება გააძვირებს სხვა რამეს და საბოლოო ჯამში გაძვირდება ცხოვრება. ამაზე მისი პასუხი იყო, რომ რას იზავ ჩვენს მოქალაქეებსაც გაუძვირდა ცხოვრება, მეც იხდიან და თქვენებაც მეტი გადაიხადონ. ეს არის პირდაპირ ციტატა ბრიტანეთის მოქმედი ელჩის სიტყვებისა. და დღეს ვიგებთ ამას, რომ თავად ბრიტანეთმა გააუქმა სანქციები თურმე რუსეთის და რასაც ეძახდნენ, რომ რუსეთთან ვაჭრობა ნიშნავს, რომ მას აძლევს საშუალებას, რომ ტანკები გამოუშვას და შემდეგ უკრაინელებს ესწროს. აი ტანკებისთვის უნდა ფული მისცეს მათივე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ რუსეთს. რა არის მორალი ამ ისტორიის? ამ ისტორიის მორალი არის, რომ ბრიტანეთის ელჩს საქართველოს მოსახლეობა ძალიან დიდად არანაღვლებს. მისთვის მნიშვნელოვანია დავალებების შესრულება, მისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ აიძულოს რაღაცა გადაწყვეტილებები, რა დაემართება საქართველოს მოქალაქეს. კორექტულად ვთქვათ, ნაკლებად აღელვებს ბრიტანეთის ელჩს. და მეორე მორალი, ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიტანეთის აი მოქმედი ელჩისთვის დღეს საქართველოს ამის შედეგად იქნებოდა ამ ესკალაციის შედეგად ალბათ გაწყდებოდა საერთოდ ეკონომიკური კავშირები რუსეთთან. ჩვენ თუ არ შემოვიტანით ნავთობს, ალბათ ისინი იტყოდნენ, რომ მაშინ ჩვენ ემბარგოს დავადებთ, დავასანქცირებთ ქართულ ღვინოს და არ შევიტანთ. ჩავარდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში. ეხლა ვიქნებოდით არა 10%-მდე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, არამედ ვიქნებოდით დანგრეული ეკონომიკა და დღეს ამ ნიუსს წავიკითხავდით ამ დანგრეული ეკონომიკის ხალხი, რომ ბრიტანეთმა უცებ ადგა და მოუხდა სანქციები რუსეთს. აი ესეთი ამორალური არის სამწუხაროდ საერთაშორისო პოლიტიკა და ეს უნდა გავაცნობიოთ და გააცნობი იმათ, რომლებიც გამოდიან და პარლამენტის წინ შედნენ ბრიტანეთის დროშებს აფრიალებენ და დაფიქრდნენ, სანამ სხვა ქვეყნის დროშებს გააფრიალებენ, დაფიქრდნენ, რომ შეიძლება იმ ქვეყნის ელჩები, იმ ქვეყნის ხელისუფლებები თლად ზედ გადაყოლილი არ არიან, თუნდაც აი მოქალაქეს, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინ ბრიტანეთის დროშას აფრიალებდა. ასე რომ ეს არის მორალი. ჩვენ თუ ჩვენ თავს არ მივხედეთ, არც ბრიტანეთის ელჩი და არც ბრიტანეთის სხვა რომელიმე წარმომადგენელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენს საზრუნავზე არ იზრუნავთ.